მოგესალმებით, მე ვარ ელენა ლაშხი, ლიტერატურის მოსწავლე. მოგესალმებით, მე ვარ ანა კაპანაძე, ასევე ლიტერატურის მოსწავლე. და ჩვენი დღევანდელი პოდკასტის თემაა სამართლიანობა, მორალი და კანონი. და მიზეზი, რატომაც ავირჩიეთ ეს თემა, გაგვაცნობს ანა. რატომ არის ეს თემები მნიშვნელოვანი? ზოგადად სამართლიანობა, მორალი და კანონი სამყაროს განუყოფელი ნაწილია, რაც წესრიგს ამყარებს, ჰარმონიას ამყარებს და ჩვენ შორის ურთიერთობებს. ნამდვილად და თან ეს ისეთი თემებია, რომლებიც ყოველთვის მარადიული და აქტუალურია ყველა საზოგადოებაში, დროში თუ ყველა ადამიანისთვის. და კიდევ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ ავარჩიეთ ეს თემები, დღევანდელი რეალობიდან და აქტუალობიდან გამომდინარეც არის და იმის და მიუხედავად, რომ თითქოს ყველა ადამიანმა იცის ამ ცნებების არსი და ის მის ისინი, ჩვენ გვინდა დავანახოთ მათ, რომ მხოლოდ ზედაპირული გაგება არ არის დამაკმაყოფილებელი და მე და ანა დღეს შევეცდებით, რომ ეს თემები უფრო ღრმად განვიხილოთ და დაგანახოთ კავშირი ამ სამ თემას, სამართლიანობას, მორალს და კანონს შორის და ასევე განსხვავებებიც გიჩვენოთ. დიახ. ზოგადად ელენა, შენ რას ფიქრობ, სამართლიანობა შენთვის რა არის? სამართლიანობა ჩემთვის, როგორც ყველა ადამიანისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და ჩემი აზრით სამართლიანობა არის ჩვენი ყველანაირი ქცევის პასუხი სამყაროსგან, შესაბამისი პასუხი სამყაროსგან. და ასევე პლატონი ამბობს, რომ სამართლიანობა არის ჰარმონია, რომელიც მიიღწევა, როდესაც ყველა ასრულებს თავის როლს საზოგადოებაში. და ამაშიც ვეთანხმები მას. შენ რას ფიქრობ? კი, ნამდვილად პლატონის ციტატა ხაზს უსვამს, რომ სამართლიანობა პასუხისმგებლობა არის და ალბათ მართლაც ესე არის. ზოგადად შენ რას ფიქრობ? შენთვის რა არის სამართლიანობა? მე ეხლა რომ დავუფიქრდი, დიდად არ ვეთანხმები ამ ციტატას, რადგან ვფიქრობ, რომ ჰარმონია მხოლოდ იმ დროს მიიღწევა, როცა ადამიანს შინაგან აქვს ჰარმონიის განცდა და შინაგან აქვს ამის მოთხოვნა. მეც გეთანხმები რაღაც მხრივ. შინაგანი ჰარმონია აუცილებელია ადამიანის კარგად ყოფნისთვის, როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად და თუ ადამიანები არ იქნებიან შინაგან ჰარმონიაში, შესაბამისად, ალბათ ჰარმონიული საზოგადოებაც ვერ შეიქმნება. და აი მგონი ზუსტად აქ შინაგანი ჰარმონიაა, რაც ჩვენი მეორე თემა მორალი. მორალი, ჩემი აზრით, გვეხმარება შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში. რადგან ჩემი აზრით მორალი არის ადამიანის ერთგვარი ღერძი და მისი პიროვნების ფუნდამენტი, რომელიც შემდგომში ცხოვრების გზის გაკვლევაში გვეხმარება და ალბათ ამორალურ ადამიანს უფრო გაუჭირდება ამ შინაგანი ჰარმონიის დამყარება, ვიდრე მორალურს. და აი აქაც ეკვეთებიან სამართლიანობა და მორალი ერთმანეთს და ძალიან საინტერესოა მათი რაღაც ურთიერთობა და ურთიერთდამოკიდებულება. ჩემი აზრით მორალი აი ნამდვილად ყოველდღიურად ჩნდება ადამიანის ქცევებშიც კი. აი ვფიქრობ, ვთქვათ, შენი გადაწყვეტილებების სიტყვებს, რაც შენი პირიდან გამოდის, ჩემი აზრით მან მორალს ძალიან დიდი როლი აქვს. შენ რას ფიქრობ და რებს წარმოთქვა? კი, სრულად გეთანხმები. და ჩვენი ერთ-ერთი მესამე თემა არის კანონი. და ალბათ სამართლიანობა, მორალი და კანონი ხშირად ერთმანეთთანაც გაიგივებულია ხოლმე ეს კონცეპტები, ერთობლივადაც მოიხსენიება ხოლმე და ამის მიზეზი ისიც არის, რომ ჩემი აზრით კანონი არის სამართლიანობის და მორალის ერთგვარი სინთეზი. ანუ კანონი გვეხმარება საზოგადოებაში სამართლიანობად შევინარჩუნოთ და დავამყაროთ და ასევე მორალური ღირებულებებით და ფასეულობებით დავიცვათ. და ერთგვარი გზა არის წესრიგის დასამყარებლად. გეთანხმები. ვფიქრობ, რომ კანონი იმისთვის არის, რომ ჩვენს გარშემო იყოს წესრიგი და ადამიანებს შორის არ იყოს რამე დაძაბულობა ან ბრაზი ერთმანეთის მიმართ, ალბათ მაგიტომ არის კანონი დაფუძნებული.
კი, აი მაგალითად ჯონ ლოკი ამბობს, კანონის დასასრული არ არის თავისუფლების გაუქმება ან შეკავება, არამედ მისი შენარჩუნება და გაფართოება, რადგან კანონის უნარის მქონე შექმნილ ყველა არსებათა ყველა მდგომარეობაში, სადაც არ არის კანონი, არ არის თავისუფლება. ანუ ჯონ ლოკის აზრით, კანონის გარეშე ადამიანს გაუჭირდება თავისუფლების მიღწევა და შენ რას ფიქრობ ამაზე? მე ისე მესმის ჯონ ლოკის ციტატა, რომ ანუ სამართლიანობა უკავშირდება ზოგად მორალურ წესებს, რომ იმის მიხედვით, რომ შენ შეიძლება სხვა რელიგია გქონდეს, სხვა წარმოდგენები გქონდეს ყველაფრის მიმართ და სხვა აზრი გქონდეს ზოგადად ყველაფერზე, ვფიქრობ, რომ სამართლიანობა და კანონი ყველაზე ერთნაირად მოქმედებს. და ისე სამყარო რო წარმოვიდგინოთ, სადაც არ არსებობს კანონები. შენ როგორი წარმოგიდგენია უფრო მოწესრიგებული და ჰარმონიული თუ ქაოტური? მე ისე ვფიქრობ, რომ ქაოტური იქნებოდა, იმიტომ რომ ეხლა რომ შევხედოთ დღევანდელ რეალურ სამყაროს, ადამიანს რაც უნდა იმას გააკეთებს კანონის მიუხედავად, ანუ ზოგადად მორალზე არის დამოკიდებული ყველაფერი. და ანუ ვთქვათ, კაცს მკვლელობა თუ უნდა, ჩემი აზრით კაცს მოკლავს. ანუ მე ისე ვფიქრობ. ხა და რაღაც კანონები გვეხმარება ამ ყველაფრის დარეგულირებაში და დაბალანსებაში, არა? კი. და კანონი ისიც მართალია, რომ ზოგიერთ ადამიანს დიდად არ ჭირდება ეს კანონის მითითება, რომ რაღაც არ დააშავოს და შინაგანადაც აქვს ხოლმე. მაგალითად ჰერმან ჰესე წერს ზითარტაში ადამიანთა უმეტესობა მომწყარი ფოთოლივითაა, რომელსაც ჰაერი აფრიალებს, მიწაზე აქანავებს და მიადრევს. სხვები კი ცოტანი ვარსკვლავებივით არიან, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ გზაზე მიექანებიან. ვერც ერთი ქარი ვერ აღწევს იქამდე. საკუთარ თავში აქვთ მათ თავიანთი კანონი და თავიანთი გზა. და ეს თავიანთი კანონი და თავიანთი გზა ალბათ სწორედ რომ მორალია. მაგრამ როგორც ასევე ზითარტა ამბობს, ეს ვარსკვლავები, რომლებსაც შიგნით საკუთარ თავში აქვთ ეს კანონი და არ ჭირდება გარედან მითითება, საკმაოდ ცოტანი არიან. და ზუსტად მაგიტომ გჭირდება ალბათ კანონები, რომ დავარეგულიროთ ეს ყველაფერი და დავიცვათ როგორც ის ფოთლები, ასევე ვარსკვლავები, რომლებიც საბოლოოდ ერთ სამყაროში ერთად ვარსებობთ და კანონები გვეხმარება, ოღონდ სამართლიანი კანონები გვეხმარება ამ ყველაფრის დარეგულირებაში და ერთად სხვადასხვა ინდივიდების მშვიდობიან თანაცხოვრებაში. სწორი ხარ. მეც ეს გავიგე ჰერმან ჰესეს ციტატა, რომ შეიძლება ზოგიერთს თავიანთ თავში ქონდეთ თავიანთი სამყარო აგებული და თავიანთი წესები ქონდეთ ყველაფრის მიმართ. და ხო, ვფიქრობ, რომ კანონი იმისთვის არის, რომ ჩვენს გარშემო ნამდვილად წესრიგი იყოს. თუმცა ახლა საინტერესოა ისიც, რომ რა განაპირობებს თვითონ ამ მორალის ჩამოყალიბებას. ანუ ეს რაღაც არის, რაც თანდაყოლილი გვაქვს და რაღაც ბუნებრივად არის ჩვენში, თუ შემდგომში ცხოვრებასთან ერთად ვიძენთ და ვაყალიბებთ. მე ესე წარმომიდგენია, რომ იბადები და რომ იზრდები, მორალს ნელ-ნელა სწავლობ. აი ვთქვათ, მაგალითად ბაღში შეიძლება ვიღაცას დაუხიე ნახატი და მასწავლებელი გეუბნება, რომ ეს არ შეიძლება და იმას ეწყინა და ესე. ვფიქრობ, რომ მე ამ შენს ქცევაზე დაფიქრდები და იაზრებ, რომ ნამდვილად არ შეიძლებოდა ესე და ნამდვილად შეიძლებოდა შენს ჯგუფელს წინებოდა. კი, მეც გეთანხმები, რომ მორალის ჩამოყალიბება დამოკიდებულია სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე, მაგალითად, ბაღი, სკოლა და ესეთი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც ბავშვები ჩვენი ძირითად დროს ვატარებთ ხოლმე, ნამდვილად დიდ გავლენას ახდენს ჩვენი მორალის თუ პიროვნების ჩამოყალიბებაზე. მაგრამ მეორე მხარეც არის, რა кейსიც ახლა შენ მოიყვანე, შეიძლება ცოტა სხვანაირადაც წარიმართოს. მაგალითად, თუ ბავშვს მისი მთავარი ავტორიტეტი, ანუ ოჯახში თუ მის მშობლებს, რომლებიც მისთვის ნამდვილად მთავარი ავტორიტეტია, სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვს და თუ ამ დამოკიდებულებას ამჩნევს, მაგალითად, თუ მიჩვეულია ესეთ რაღაცებს, რაც არის რაღაც ის წართმევა თუ დახევა და ასე შემდეგ, შეიძლება პირიქით უფრო აგრესია გაუჩნდეს მასწავლებლის მიმართ და რაღაც
კი არ გაითვალისწინოს და ვერ მიხვდეს ამ ყველაფერს, რომ ის რასაც აკეთებს არასწორია. არამედ პირიქით, რადგან მის ავტორიტეტულ ადამიანებიც ასე იქცევიან, მათ მიბაძოს, ვიდრე ამას ეს გაანალიზოს. და ალბათ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც ჩვენი მორალის ჩამოყალიბებისა, ჩვენი ოჯახისგანაც მომდინარეობს და იმ საზოგადოებისგან, სადაც ჩვენ ვიზრდებით და ვცხოვრობთ. გარემოზეც არის დამოკიდებული, ოჯახზეც არის დამოკიდებული, თუ ბრაზიან ოჯახში იზრდები, ნამდვილად შეიძლება, რომ ბავშვს ეგეთი რეაქცია ჰქონდეს მასწავლებლის სიტყვებზე და ჩემი აზრით, სწორი ხარ. კი, ორივე მხარე შეიძლება ესე განვიხილოთ და მეც გეთანხმები იმაში, რომ მორალი თანდათანობით ყალიბდება და შემდეგ რაღაც ერთ თანდათანობით ყალიბდება, თუმცა ალბათ ის პოტენციალი თავიდანვე გვაქვს ადამიანებს, თანდაყოლილად გვაქვს ის პოტენციალი, რომ ჩვენი მორალი ჩამოყალიბდეს. მაგალითად, ცხოველებს არ აქვთ მსგავსი პოტენციალი, რაც არ უნდა მოინდომო, ამდენი შესაძლებლობა ფიზიკურად არ აქვს, რაც ადამიანებს და ალბათ ამიტომაც ვართ ყველაზე განვითარებული არსებები ამ სამყაროში. თუმცა ეს პოტენციალის განვითარება უკვე კონკრეტულ ადამიანებზეა, ინდივიდებზეა დამოკიდებული, როგორ შეიცნობენ და განავითარებენ ამ პოტენციალს და ჩამოუყალიბდება თუ არა საერთოდ მორალი. ნამდვილად ეგრე არის. ფიქრობ, რომ ყველა ვიბადებით პოტენციალით, რომ გავიზარდოთ, ვისწავლოთ ესეთი წესები და ჩემი აზრით ყველანაირი პოტენციალით ვიბადებით, რომ ყველაფერი გავიაზროთ და ვისწავლოთ. და ისიც საინტერესოა, რომ ვიმსჯელოთ საერთოდ საიდან წარმოვიდა ეს კონცეფციები, რატომ გაჩნდა მათი წარმოქმნა საჭირო. რა კონცეფციები რო გაიმეორო? მაყურებელთან რომ დავაზუსტოთ, ეს კონცეფციებია სამართლიანობა, მორალი და კანონი. და საინტერესოა, თუ პირველ ყოფილ ადამიანსაც ჰქონდა იმის სამართლიანობის შეგრძნება და განჩნდა ან მორალი ან ეს ფასეულობები და სურდა თუ არა რაღაც სამართლიანობის დამყარება თავის თემში და საზოგადოებაში. მე ესე წარმომიდგენია, რომ პირველყოფილები ინსტინქტურად იქცევდნენ თავიანთ, თავში რაც მოვიდოდათ, იმას გააკეთებდნენ და ფიქრობ, რომ მე გაჩნდა კონცეფციების მოთხოვნილება, რომ ეს სამართლიანობა ყოფილიყო და კანონები ყოფილიყო. კი, მეც გათანხმები. ალბათ მომთაბარე ტომები, პირველყოფილი ადამიანები, რომელიც შენ როგორც ახსენე ინსტინქტებზე იყვნენ, ძირითადად ორიენტირებული, ალბათ ჯერ ბუნებრივ მოთხოვნილებები იყო მათთვის პრიორიტეტული, ვიდრე სამართლიანობაზე და მორალზე ფიქრი. და აი აქ შეგვიძლია ისიც ვახსენოთ მასლოუს პირამიდის ერთ-ერთი თეორია და მასლოუს პირამიდის მიხედვით ადამიანი ვერ შეძლებს ისეთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, როგორც არის თვითრეალიზაცია, დაფასება, რაღაც საკუთარი თავის აღქმა, თუ პირველ რიგში პირამიდის პირველი ნაწილს, ანუ ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ მოთხოვნილებებს არ დაიკმაყოფილებს. იგივე ციტატა შეგვიძლია მოვიყვანოთ იგივე თემასთან დაკავშირებით ჯონათან ლივინგსტონის თორია ჯონათან ლივინგსტონიდან თუ სწავლას აპირებ, მაშინ საკვები და მისი მოპოვება ისწავლა. ფრენა კარგია, მაგრამ მაგით კუცს ვერ დაიოგებ. ნუ დაგავიწყდება, რომ ფრენის მიზანი ჭამაა. და ზუსტად იგივე თემას უსვამს აქ ხაზს, რომ თუ გინდა რომ შენ მიზანს და უცნებას მიაღწიო, რომელიც ნუ ამ შემთხვევაში ჯონათანისთვის ფრენაა, ჯერ ბუნებრივი მოთხოვნილებები უნდა დაიკმაყოფილო, ანუ უნდა ჭამო. და ალბათ პირველყოფილ ადამიანებთანაც ზუსტად ისეთივე შემთხვევა გქონდა. შენაც თქვი ნამდვილად საინტერესო იყო და კი, მასლოუს პირამიდა ძალიან კარგად ემთხვევა შენ რაც თქვი, იმიტომ რომ ყოველთვის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები უნდა დავიკმაყოფილოთ, სანამ სხვა რამეზე ვიფიქრებთ. აი ფიზიოლოგიური ჯერ პირველი უსაფრთხოება, სოციალური, მერე დაფასება და ბოლოს თვითრეალიზაცია.
და ვფიქრობ, რომ სოციალური მოთხოვნილებიდან მოდის ეს სამართლიანობის მორალის და კანონის მოთხოვნილება, რომ ეს ყველა ვიყოთ ერთი და თანაბარი. კი, 100%-ით გეთანხმები და ხო, თუ ფიზიოლოგიურ და უსაფრთხოების რაღაცა შეგრძნებას არ დაიკმაყოფილებ, ჯერ ვერ გადახვალ ალბათ უფრო მაღალ საფეხურზე, რომელიც სოციალური საფეხურია. მაგრამ ამას ერთგვარად ეწინააღმდეგება ჰერმან ჰესა თავის სითარტაში. სადაც სითარტას ეს სამი უნარი არის მარხვა, ლოცვა და ფიქრი. არა, ბოდიშით. მარხვა, ლოდინი და ფიქრი. და ზითარტა ერთ-ერთ მონაკვეთში იმასაც ამბობს, რომ ის თავისი ამ ერთ-ერთი უნარით, რომელიც არის მარხვა, არ ნებდება ამ თავის ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს და პირიქით მას შეუძლია ეს ბიოლოგიური მოთხოვნილებები გვერდზე გადადოს და ისეთ ნიშნულოვან რაღაცეებზე იფიქროს, რომელიც არის რაღაც საკუთარი თავის პოვნა ამ სამყაროში, ან თვითონ სამყაროს გაგება და ამას ითარტა ახერხებს. ანუ ეწინააღმდეგება ერთგვარად მასლოუს ამ თეორიას. და ალბათ ორივენაირად შეიძლება ამის დანახვა. ადამიანს გააჩნია როგორი ფიქრებს და რომელი ხედვა იქნება მისთვის უპირატესი. ჩემს ძალიან საინტერესო არის ზითარტას აი ეს თვით შეკავება, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან ცოტა ადამიანს აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებით დაიკმაყოფილოს და ასევე იფიქროს მორალურ პრინციპებზე. ჩემთვის ძალიან საინტერესო არის მორალი სად შემოდის მასლოუს პირამიდაზე. აი ესეთი მაგალითი მომაფიქრდა, რომ ერთ ადამიანს აქვს ეს ძალიან შია და ვეღარ იკავებს თავს და შეც მაღაზიაში იპარებს პურს, რომ ეჭამა. ამ მაგალითს ორი ვერსია აქვს. ერთი ის, რომ პურის გამყიდველს ეს ფული ძალიან ჭირდებოდა და იმისთვის, რომ ოჯახში თქვათ შვილები ყავს და შვილებს ჭირდებათ სკოლის ნივთები. ასევე მეორე ვერსია ის, რომ ამ ადამიანს რომელსაც შიოდა ძალიან უნდოდა ეს საჭმელი და იძულებული იყო, რომ შესულიყო მაღაზიაში და მოეპარა პური. შენ რას ფიქრობ, ამ ადამიანის ქცევა საქციელი ამორალურია? თუ ძალიან საინტერესო მაგალითი მოიყვანა. რადგან აქ კარგად ვხედავთ რაღაც მასლოუს პირამიდის ამ მაგალითზე რაღაც ნაკლებს. ანუ თუ მე არ მაქვს დაკმაყოფილებული ეს ჩემი ბიოლოგიური მოთხოვნილებები, ან უსაფრთხოების შეგრძნება არ მაქვს, ეს ამართლებს იმ ჩემს აქციელს, რომ რაღაც არასამართლიანად თუ არამორალურად ვიქცევი. ძალიან საინტერესო მაგალითია და ჩემი აზრით ეს ნამდვილად ამორალური საქციელია. და რაც შეეხება მორალის მასლოუს პირამიდაში შემოსვლას, ჩემი აზრით ეს ცალკეულ ინდივიდზე სხვადასხვანაირად ხდება. ადრიან ადამიანები, რომლებიც არ წავიდნენ ამ რაღაც ქცევას, არ ჩაიდენდნენ, რა მაგალითიც მოიყვანე. შეიძლება მქონოდათ ეს რაღაც ძალიან ძლიერი მოთხოვნილება, თუმცა ამორალურად მაინც არ მოიქცეოდნენ და არ მოიპარავდნენ. ეს უკვე ალბათ ინდივიდის პრიორიტეტებზეა დამოკიდებული და აი იმასაც გვიჩვენებს უკვე ეს ყველაფერი, რომ შეიძლება რაღაც ჩანდეს სამართლიანი ვიღაცის გადმოსახედიდან, მაგრამ მაინც ამორალური იყოს. და იმის და მიუხედავად რომ როგორც უკვე ვახსენეთ, ეს სამართლიანობა, მორალი და კანონი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ძალიან მნიშვნელოვანია სამივე. მაინც როგორც ჩანს, ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან ხოლმე რაღაც მხრივ. შენი აზრით ხდება ხოლმე ესე, რომ შეიძლება რაღაც რაც არის სამართლიანი იყოს ამორალური და პირიქით რაც არის მორალური იყოს უსამართლო? ჩემი აზრით ხდება ხოლმე არის ეგეთი შემთხვევები, რომ
რამე მორალური შეიძლება უსამართლო იყოს სამართლიანობა ამორალური და ზოგადად ძალიან საინტერესო თემა და შეგვიძლია ეს ცოტა ბრცლად განვიხილოთ. არა მხოლოდ სამართლიანობა და მორალი, ასევე კანონით შემოდის ამ თემაში. აი ამერიკის ზოგიერთ შტატებში ისევ და ისევ არის ისეთი კანონი, რომ ადამიანის სიკვდილით დასჯა დაშვებულია, მაგრამ მე ესე ვფიქრობ, რომ ძალიან ამორალურია, მაგრამ კანონიერია. კი, ეს ერთ-ერთი მაგალითია, როგორ შეიძლება კანონი, სამართლიანობა და მორალი ერთმანეთს დაუპირისპირდეს და რაღაც ერთმანეთის წინააღმდეგაც კი წავიდეს. და ასევე შენ რა მაგალითიც მოიყვანე, რომ შეიძლება რაღაც იყოს კანონიერი, მაგრამ ამორალური. და პირიქითაც არსებობს, ანუ შეიძლება რაღაც იყოს მორალური, მაგრამ უკანონო, კანონით არ იყოს დამტკიცებული. მაგალითად რაღაც მოვიფიქროთ ესეთი кейსი, რომ თქვათ დედა არის ავად და არის მხოლოდ ერთი წამალი, რომელიც არის ძალიან წვირი და შენ არ გაქვს შესაძლებლობა რომ ეს წამალი იყიდო. ეს წამალი რომ მოვიპარო რათა დედა გადავარჩინო, ეს ხომ რაღაც მორალურად გამართლებული იქნება, მაგრამ კანონის წინაშე მაინც ვაგებაობად ჩემს რაღაც დანაშაულს. იმიტომ რომ იდეაში, ანუ ფაქტობრივად ფაქტის წინაშე მაინც კანონის წინაშე მაინც დამნაშავე ვარ. თუმცა ჩემი საქციელი მაინც შეიძლება მორალურად გამართლებული იყოს. კი, გეთანხმები. მე ზოგადად ესე ვფიქრობ, რომ ესეთ მაგალითებს ყოველთვის ორი ვერსია აქვს, რომ აი ეხლა მართლა შეგვიძლია გავამართლოთ აი ადამიანის საქციელი, რომ დედას წამალი მოუტანა იმის მიზნით, რომ გამოჯამთელებული იყო დედა. და ასევე ვფიქრობ, რომ უსამართლოდ შეიძლება იყოს ამ ექიმის გამყიდველის მიმართ. ის ადამიანი ვინც ყიდის ამ წამალს და როცა პარავენ თან როცა იცი რომ ესეთი ძალიან წვირია, მისთვის ძალიან დიდი ზარალი იქნებოდა. და ამიტომ უსამართლოდ შეიძლება ყოფილიყო. და თუ კი ყველა კანონი არ არის მორალური და ყველა ამორალური საქციელი შეიძლება მაინც იყოს კანონით გამართლებული. მაშინ სად შეიძლება რაღაც სამართლიანობას, რაღაც უნივერსალურ სამართლიანობას მივაგნოთ. ეს ალბათ ძალიან რთული თემაა და პასუხსაც ალბათ ვერ გავცემთ, თუმცა საინტერესოა, სად არის სამართლიანობის ეს ამომავალი წერტილი. ზოგადად ჩდება ესეთი კითხვა, თუ არის ისეთი რამ, რაც ყველასთვის სამართლიანია. მე ესე ვფიქრობ, რომ ესეთი რამ არ არსებობს და ზოგადად არც მაქვს მე პირადად ჩამოყალიბებული პასუხი ამ კითხვაზე და ელენე რას ფიქრობ? კი, ჩემი აზრით ზოგადად ეს თემა სამართლიანობის სუბიექტურობა, ობიექტურობაზე საკმაოდ კომპლექსური და საინტერესოა და ეს ცალსახა პასუხი არც ექნება. ალბათ ადამიანზეა დამოკიდებული და მაინც ყველაფერი ინდივიდზეა დამოკიდებული და თვითონ ის როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს. სამართლიანობა შეიძლება ვიღაცისთვის სუბიექტური იყოს, ვიღაცისთვის ობიექტური. ზუსტად ეს ამტკიცებს იმას, რომ საბოლოო ჯამში სამართლიანობა ალბათ მაინც სუბიექტურია. იმიტომ რომ ყველა ინდივიდი ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან და სხვადასხვა კუთხიდან უყურებს ამ რაღაც კონკრეტულ სიტუაციას. შეიძლება რაღაც სიტუაციაში ერთმა ადამიანმა იფიქროს, რომ ეს მოვლენა სამართლიანი იყო, მეორემ უსამართლო და ჩვენ ვერ განკვიცხავთ და ვერ ვეტყვით ვერავის, რომ ეს რაღაც ერთ მხრივ არის ესე. ანუ მარტო მაინც და მაინც სამართლიანი ან მაინც და მაინც უსამართლო და ის ადამიანი არასწორია. მაგრამ ალბათ არსებობს მაინც რაღაც ის უნივერსალური გაგება ადამიანებს შორის, როგორიც არის, რომ ალბათ ყველავე თანხმდებით იმაზე, რომ ადამიანის
მოკვლა არასწორია, ასევე ქურდობა არასწორია. თუმცა კონკრეტულ სიტუაციებში მაინც შესაძლებელია, რომ ეს რაღაც ამ ფაქტების რაციონალიზაცია მოხდეს. იმიტომ რომ მაგალითად ერთ-ერთი кейსი მქონდა განხილული, ამჟამად ძალიან პოპულარული და აქტუალური кейსია ძმები მენენდეზების кейსი, სადაც ძმებმა მოკლეს მშობლები. და კი ყველანი ვთანხმდებით, რომ მკვლელობა არასწორია და ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს ძალიან ცუდი საქციელია, თუმცა გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე, მაინც შეიძლება ამ ფაქტის რაციონალიზაცია და მორალური კუთხიდან ძმების გამართლება და მორალი, როდესაც შემოდის, მაინც კიდევ მორალი შემოდის ჩვენს დისკუსიაში, რადგან საბოლოო ჯამში ყველაფერი ინდივიდზე და მის მორალზეა დამოკიდებული. ანუ სამართლიანობა სუბიექტურად აღიქვამს ობიექტურად თუ როგორ შეაფასებს გარკვეულ სიტუაციებს, საბოლოოდ ინდივიდზე და მის მორალზეა დამოკიდებული. ზოგადად ეხა ეს кейსი, რომ ახსენე მენდეზის ძმებზე, კითხვა იჩდება, რომ მე როგორც ვიცი, ეს ძმები ამ ძმებს ძალიან დიდი ხანი გაუგრძელდათ ეს სასამართლოში შეხვედრები და ასე შემდეგ. და კითხვა ჩდება თუ ზოგი კანონი მუდმივი არის თუ არა. ხო, ანუ კანონის ცვალებადობაზე საუბრობ, ხო? კი, კანონის ცვალებადობაზე და ასევე ის მაგალითი, რომ რამოდენიმე ასეული წლის წინ ეს მონების ყოლა მიღებული იყო და აქ კითხვა მიჩნდება, რომ შენი აზრით კანონები ცვალებადი არის? კი, ჩემი აზრით კანონები ნამდვილად ცვალებადია. როგორც უკვე ვახსენეთ, კანონები ხომ არის რაღაც სამართლიანობის და მორალის სინთეზი და ჩემი აზრით ადამიანების რაც უფრო მეტად ვითარდებიან ადამიანები, მით უფრო მეტად იცვლება მათი შეხედულებების ზოგადად სამყაროზე. ასევე იცვლება მათი მორალიც და შესაბამისად იცვლება მათი კანონებიც. როგორც უკვე ახსენეს მონობის кейსი, რა თქმა უნდა, რამდენიმე ათასეული წლის წინ მონების ყოლა ძალიან ნორმალიზებული ფაქტი იყო საზოგადოებაში. მონების ყოლაც და მათ ისე მოპყრობაც, როგორიც არის, არ ვიცი, გაყიდვა, ცემა და ანუ არა ნამდვილად ამორალურად, ახლანდელი ჩვენი გაგებით ამორალურად მოპყრობა. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ იმ საზოგადოებაში ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იმ საზოგადოებაში რაღაც ნორმალიზებული იყო ეს რაღაც ცემა და ეს აგრესიული მოპყრობა. უბრალოდ მათ ხედვაში იყო პრობლემა. ისინი მონებს არ აღიქვამდნენ როგორც ადამიანებს, ანუ როგორც ნორმალურ რიგით ადამიანებს. მათთვის მონები იყვნენ რაღაც ერთგვარი ინსტრუმენტი და გამოთქმაც აქვთ, რომ ინსტრუმენტუმ რომის იმპერიაში ესეთი დაყოფილი იყო სხვადასხვა ინსტრუმენტები სხვადასხვა გვარად და ინსტრუმენტუმ ან ვოკალე იყო მაგალითად ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტები, რომლებსაც ეს საქმიანობაში იყენებდნენ, ინსტრუმენტუმ სემივოკალე იყო ნახევრად ხმოვანი ინსტრუმენტი, რომელიც იყო საქონელი და ამ ინსტრუმენტებში იყვნენ მონებიც, ინსტრუმენტუმ ვოკალე, ანუ ხმოვანი ინსტრუმენტები, რომლებსაც უბრალოდ ერთგვარ საგნებად აღიქვავდნენ. თუმცა ეს შეხედულება ხომ წლების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაში შეიცვალა და ახლა ჩვენთვის ეს ყოველდღიურად მიუღებელია. შესაბამისად ეს ჩვენი დამოკიდებულება და მენტალობის ცვლილება აისახება ჩვენს კანონებშიც და სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ როგორც სამართლიანობა არის სუბიექტური, ასევე შეიძლება იყოს მორალიც და მორალიც სუბიექტური და ასევე ცვალებადი. ანუ საბოლოო ჯამში კანონები გვეხმარება სუბიექტური სამართლის ობიექტურ რეალობაში გადატანაში. თუმცა მაშინ რატომ ხდება ისე, რომ კანონები განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში, ანუ რატომ არ გვაქვს მთელ სამყაროს ერთნაირი კანონები და რისგან არის შენი აზრით ეს განპირობებული?
მე ესე ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყანაში კანონი დაფუძნებულია ამ საზოგადოების საქციელზე და საჭიროებებზე და ასევე კანონი ზუსტად ანარეკლი არის იმ ქვეყნის ცივილიზაციის. ზოგადად ყველა ქვეყანაში სხვადასხვა კონსტიტუცია და კანონი არის. ეს იმაზეა დამოკიდებული ტრადიციებზე, კულტურაზე და ასევე ღირებულებებზე. აი მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში ქალებს არ აქვთ იმის უფლება, რომ თმები გამოაჩინონ, მარწვ გადაადგილდნენ კაცის გარეშე და ასევე ილაპარაკონ. და მაგალითებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია ესე ვიფიქროთ, რომ კანონი საზოგადოების ანარეკლი არის და ზოგადად კანონი ცვალებადი არის და არამედ მუდმივი. ასევე შეგვიძლია ამაზე დავფიქრდეთ, მონობა ადრე რომ იყო აღიარებული რამ და ითვლებოდა ნორმალურ თემად, დღესდღეობით არ არის ეს მიღებული რამ, აკრძალული არის და ასევე ტრაფიკინგსაც უწოდებენ. ხო, ანუ შენ რაც თქვი, აქედან გამომდინარე, ანუ რელიგიის, კულტურის და საზოგადოების გავლენა საბოლოო ჯამში მაინც მორალთან არის დაკავშირებული და მორალის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია და შესაბამისად ახლა რასაც ვაპარაკობთ, მორალის სუბიექტურობა და მორალის შესახებ სხვადასხვა თეორიები და შეხედულებები აქვს სხვადასხვა ფილოსოფოსებს. მაგალითად, ერთ-ერთი შეხედულება არის უტილიტარიანიზმი. ხო, უტილიტარიანიზმის მთავარი სათქმელი არის ის, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ეს რას ნიშნავს? რომ შეიძლება ჩემმა მიზანმა, რომელიც მე დასახული მაქვს, გაამართლოს ის ამორალური თუ არასწორი საქციელები, რომელიც მე შეიძლება ჩავიდინო, რათა მე ამ მიზანს მივაღწიო. და ალბათ ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ნათელი გამოვლინება ჩაკ პალანიკის წიგნში მებრძოლთა კლუბი, სადაც მთავარი პერსონაჟი სწორედ ამ გზას გადის, ამ უტილიტარიანისტული ხედვა აქვს და ამ გზას გადის და უსამართლობას ებრძვის ისევ უსამართლობით და მგრევით და ანარქიზმით. და შენი აზრით ეს რამდენად სწორია? ანუ მიზანი ამართლებს საშუალებას თუ არა? ჩემი აზრით, ტაილერს რა მიზანიც ქონდა, შეიძლება თავის თავში გამართლებული იყო თავისი. მე ესე ვფიქრობ, რომ თავის თავში თავისი წესები ქონდა და თავისი სამყარო ქონდა წარმოდგენილი თუ როგორი უნდა თავის სამყარო ყოფილიყო. ანუ უსამართლობა არ უნდა და ანუ ამის განცდა არ უნდა რომ ქონოდა და ესე ვფიქრობ, რომ შეიძლება იმას ესეჯეროდა, რომ ეს თავისი საქციელი ამართლებს აცას. ხო, მაგრამ შენ როგორ ვიჯერე? ამართლებს? ზოგ შემთხვევაში შეიძლება ამართლებდეს, მაგრამ ზოგადად ძალიან ღრმა თემა არის და ვფიქრობ, რომ შეიძლება რთული იყოს ამ კითხვაზე პასუხი გავცე. რა თქმა უნდა. და ამიტომ არსებობს სხვაგვარი შეხედულებებიც, მაგალითად უტილიტარიანიზმს უპირისპირდება კანტიანიზმი, რომელიც საპირისპიროს ამბობს, რომ პირიქით, ის გზა, რომელსაც ჩვენ გავივლით მიზნის მიღწევამდე, უფრო ყველაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია და ანუ თუმცა შეიძლება კანტიანისტური ხედვის ადამიანებმა საერთოდ ვერ მიაღწიონ იმ დანიშნულ მიზანს და იმ თავისი ოცნება ვერ აიხდინონ, თუმცა მათთვის უფრო პრიორიტეტულია ის გზა გაიარონ უფრო ვიდრე ეს უტილიტარიანისტული ხედვა, რომლისთვისაც უპირველესი მიზანია. ამიტომ არსებობს სწორედ იმიტომ, რომ ეს ძალიან კომპლექსური თემაა ადამიანისთვის გასაგებად და აღსაქმელად და იმიტომ, რომ ადამიანები ზოგადად სუბიექტურები და განსხვავებული არსებები ვართ, სწორედ ამიტომ არსებობს განსხვავებული ხედვებით და როგორც არის უტილიტარიანიზმი, კანტიანიზმი და კიდევ მრავალი მსგავსი ხედვა არსებობს, რომელიც სხვანაირად უყურებს სამყაროს.
ანუ ელენი შენ იმას ამბობ, რომ ან შენ როგორც ცხოვრობ, რასაც ფიქრობ, ანუ ყველაფერი მორალი არის. კი, ჩემი აზრით მორალი. საბოლოოდ ჩვენი პოდკასტის უკანონო დასასრულს უახლოვდება. და სანამ დავამთავრებთ, მაინტერესებს აი ამ სამი მნიშვნელოვანი თემიდან სამართლიანობა, მორალი და კანონი. ანა, შენთვის რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული? ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მორალი. რადგან მორალი უკავშირდება ამ ორივე თემას, კანონსა და სამართლიანობას. სამართლიანობის გრძნობა მორალიდან მოდის, ასევე კანონების კონცეფცია, ესეც მორალის შემოდის ამ თემაში და ესე ვფიქრობ, რომ მორალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შენ როგორ ვფიქრობ? მეც გეთანხმები და ჩემი აზრით მორალი არის ყოველთვის რაღაც ფუძემდებელი. რომ არ გქონოდა მორალი, ალბათ არც ის სამართლიანობის გრძნობა გაგვიჩნდებოდა და არც კანონების საჭიროება გვექნებოდა და მორალი ალბათ პიროვნები, როგორც ცალკეული პიროვნებისთვისაც, ასევე საზოგადოების ჰარმონიისთვისაც და ჩვენი რაღაც მშვიდობიანად ურთიერთქმედებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. საბოლოოდ ჩვენ ეს თემა მე ესე ვფიქრობ, რომ ძალიან ვრცლად ვილაპარაკეთ, ძალიან ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ და ასევე ვფიქრობ, რომ სამართლიანობის, მორალისა და კანონის ეს კონცეფცია ძალიან კარგად გამოვაჩინეთ ამ პოდკასტში. მეც გეთანხმები და ამ დროისთვის სულ ეს იყო. იმედია ისიამოვნეთ და მომავალ შეხვედრამდე.